გესალმებით მეგობრებო, თქვენთან მეორე საბადა არხი კაბადეთში 803 და დღეს მეგობრებო უკვე როგორც ტრადიციად ჩვენ ისევ მივდივართ ჩვენს ფერმაზე მეგობრებო დღეს გავიღვიძეთ ძალიან ადრე შეხედეთ მეგობრებო მზე მხოლოდ დადგა და ჩვენ აი ჟიტილნიკი კიდე ჩემს ფერმაზეა და ჟიტილნიკო არაფერი არ გააკეთეს ჩემი ფერმა მაგიტომ მოდით მეგობრებო ავიღოთ ეგრევე თოხი ავიღოთ სტაფილო ძალიან მეგობრებო ძალიან ცოტა იმზე სუნზირა ძალიან ცოტა მაქვს სულ 28 მე რა ვცოთ უნდა ვიყიდო ავიღოთ ესა და ეს სუნზირაც და მეგობრებო წავიდეთ ჩვენს საყვარელ სამუშაოზე და ოპა მეგობრებო აქ რაღაც ყუთი დგას მეგობრებო მე ვიცი რომ ასეთი ყუთები ხშირად პოსტალიონები ანუ პოსტის ყუთია მეგობრებო ვიღაცამ პოსტა მე მგონი გამომიგზავნონ ნეტავი რა დევს წიგნი მეგობრებო ნეტავი ვის შეეძლო გამოეგზავნა ჩემთვის წიგნი მინიკრაფტში ანუ მინიკრაფტში ვიღაცამ გამომიგზავნა წიგნი ძალიან საინტერესო ნაწერი აქა შენ უნდა დამეხმარო მე შენ უნდა მოიცეთ მეგობრებო აქ ახლა ვშლი ფურცლებს აქ კაცო 100 ფურცლიანი წიგნია და ერთ-ერთ ფურცელზე წერია შენ უნდა დამეხმარო მე და ვის უნდა დავეხმარო რაში სჭირდება ჩემი დახმარება რაღაც ვერ გავიგე так მეგობრებო კაი მოით უბრალოდ დავაი იგნოროთ შესაძლებელია ვიღაცამ უბრალოდ სისულელი რამ დამიწერა არ ვიცი მეგობრებო ანუ ვიღაცა მეგობრებო აი წარმოიდგეთ ვიღაცამ მინიკრაფტში გამომიგზავნა პოსტა სადაც იყო წიგნი და სადაც ეწერა სულ ორი სიტყვა შენ უნდა დამეხმარო მე ვის უნდა დავეხმარო ეს უნდა ვიცოდე იქთან так ჟიტილნიკო გთხოვ ნუ მიშლი და რა ჩასვი აქა არა შენიცა მიანჭირდება აქ უნდა იყოს კარტოფილი оп და оп და оп აჰა так ჟიტილნიკო გაიწიე оп ასე და ასე მეგობრებო ნეტავი ვინ შეიძლება და აბა კომენტარებში აბა დამიწერეთ ვინ შესაძლებელია იქნებოდა რომ გამოეგზავნა ჩემთვის პოსტა ანუ პოსტა так ჟიტილნიკო გადი აქედან შენს გარდა ძალიან დიდი ბევრი საქმე მაქვს так წარმოიდგინეთ მეგობრებო ვიღაცამ გამომიგზავნა პოსტა ამხელა ყუთი მეგობრებო აი ამხელა ყუთში წიგნი სადაც წერია მხოლოდ ერთი რამ შენ უნდა დამეხმარო მე აი წარმოგიდგენიათ ესა მე მაგალითად მეგობრებო ვერ წარმოვიდგენ ასეთ რამეს მეგობრებო დღეს მაქვს გასაკეთებელი მთლიანი ფერმა რაც კი არის ჩვენს სოფელში ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს მე მეგობრებო მაგიტომ მოდით მეგობრებო დრო არ დავკარგოთ და გავიწევთ ჩვენი სამუშაო მაგრამ თავიდან მაინც მეგობრებო ეს ასე ვთქვათ ეს აზრი მაინც არ გამდის ნეტავი ვის შეეძლო ჩემთვის გამოეგზავნა პოსტა მინიკრაფტში ისე რომ ანუ პოსტა უბრალოდ გამომიგზავნეს მინიკრაფტში მეგობრებო წარმოიდგინეთ თან დიდ ყუთში აი უზარმაზარ ყუთში სადაც იდო სულ ერთი წიგნი 100 ფურცლიანი და სადაც იყო სულ ორი სიტყვა დაწერილი შენ უნდა დამეხმარო მე და მეგობრებო მე ასეთ საქმეებში მე ასე ყველი არ გავეხვევი ვინაიდან ეს ჩემი აი ძალიან ცუდი თხოვნა ასე რომ ვთქვა ძალიან ცუდ თხოვნას თხოვენ ასე რომ ვთქვა მეგობრებო ახლა ეს აზრი უბრალოდ უნდა გამივიდეს თავიდან მეგობრებო მაგიტომ მოდით უბრალოდ გავაგზავნოთ ჩვენი სამუშაო დღე და უბრალოდ ეს თავიდან უბრალოდ გავიდათ ნუ უბრალოდ რომელიღაც არანორმალურმა ნუ ასე ვიფიქრებ მე მთელი ცხოვრება ასე ვთქვათ რომ უბრალოდ ვიღაც არანორმალურმა გამომიგზავნა დიდი პოსტა რომელშიც იყო სულ ერთი წიგნი მეგობრებო კაი მე უკვე პრინციპში უკვე დავწნარდი და თითქმის უკვე გავაკეთე ჩემი სამუშაო და ეს ფერმა კიდე მეგობრებო მაქვს ხვალ გასაკეთებელი აი ეს ფერმა ხვალ მაქვს გასაკეთებელი მაგიტომ
გამოიცა ჩემი სამუშაო დღეისათვის უკვე. დავამთავრე. მეგობრებო, ეს ყუთი პრინციპში ძალიან დამჭირდება, ვინაიდან ამ ყუთში ძალიან კარგი, ძალიან ბევრი რამ შემიძლია პრინციპში ჩავალაგო. მაგიტომ მოით მეგობრებო, ეს ყუთი ავიღოთ, ეს წინი კიდე გადავაგდო და მეგობრებო, აქ რაღაც ახალი რამ წერია. იცოდა? შენს წინ სახლში საჩუქარია. აიღე. მეგობრებო მოიცეს ვინ იყო აქა მეგობრებო რაღაც ეს უკვე მაშინებს მეგობრებო ვიღაცამ ჯერ ესეთის პოსტა გამომიგზავნა თან პოსტალიონმა ისე კი არ ქნა რომ პირდაპირ ხელში გადმოეცა არამედ ყუთში დამიტოვა და ახლა კიდე ვიღაცამ მოვიდა მე გამოდის ან იმ ფერმაზე ვიყავი აქ ჩამიწერა რაღაც ისა შენს წინ სახლში საჩუქარია აიღე მეგობრებო რა ვქნა და აქ მეგობრებო არა ეს წიგნი არა ეს ყუთი საერთოდ უნდა გავანადგურო ეს ყუთი აუცილებლად არის გასანადგურებელი და ჩემს წინ სახლი ეს სახლი ჟიტენიკი გადმოვიდა ერთოს და რა არის აქა უბრალოდ სახლი მეგობრებო თქვენ იცით ეს სახლი ჟიტენიკო გამარჯობა так რა так ეს ჟიტენიკო და შენ ისე იცი უკაცრავად და ხომ არ იცი ეს შენი ხომ არა აი ამ ყუთში საბა ერთი რა უნდა ვეთქვა ვაკეთე ჩემთან ახლა შემოვიდა ვიღაც 22 ჟიტენიკი და მითხრა ეს ყველაფერი ყუთში შეინახეო და გადაეციო შენს მეზობელსო გამოის საბა შეუდა გადმოგცე რა ეს ჩემთვისაა ეს ერთის თაკი ალმასის ერთის თაკი ის უნდა და ხმალი ნუ გამოდის ასე ვაიმე მეგობრებო და მეგობრებო დროზე ავიღოთ და ეს აუცილებლად უნდა გავანადგო და ჟიტენიკო მადლობა დიდი რომ მითხარი მეგობრებო გავგიჟდი ეს რა არის მოიცეს მეგობრებო რა უქნა ახლა ამაზე გამოდის ვიღაცამ გადმომცა მე ერთის თაკი სუმრუდისა და ერთის თაკი ალმასის ოი და ხმალი მეგობრებო ახალი ხმალი ალმასის რომლითაც მე არ ვიცი შემიძლია გავანადგურო 5 ადამიანი აი ერთ წამში ერთს მეგობრებო რაღაც არ ვიცი გამოის მართლა ბოროტი ადამიანი მთხოვს რაღაც დახმარება მოგეთ მეგობრებო მე ახლა ყველაფერი ჩავდევი ყუთში თოხი დავდევი თავის ადგილას და მეგობრებო ახლა ამ ხმლის შესახებ ახლა ვარკვევ ნეტავი ვინ ანუ ვის შეეძლო გამოიგზავნა ჩემთვის ასეთი პოსტა წარმოიდგინეთ მეგობრებო ალმასის ხმალი ერთის თაკი ნეტავი აი ალმასები და ის უმრუდები აქ რა შუაში იყო ამ წიგნში ხომ არაფერი ხომ არ დაწერეს და არა აქ იგივე წერია და ოპა ეს რა ეს ალმასები არის შენი ფული დახმარებისათვის დღეს ღამე უნდა მოხვიდე მარცხენა ტყეში და მომეხმარო ოპა აი უკვე მეგობრებო გასაგებია რა ასებია და რა ჟიტენიკი მე მგონი მალე გავარკვევ რა ჟიტენიკი იყო მეგობრებო მარცხენა ტყე იცით რას ნიშნავს მარცხენა ტყე აი ეს აი რასაც ვუყურებ აი ამას ეს არის ჩვენი მარცხენა ტყე ის იმას ხო ვესახეთ ის არის მარჯვენა მთის ტყე ის არის შუა ასე ვთქვათ გზასაც საერთოდ არის ტყე და ეს არის მეგობრებო ზუსტად მარცხენა ტყე რასაც ხედავთ აი აქ სულ არის მარცხენა ტყე მაგრამ მეგობრებო ერთი კითხვა აქვს და მაგ ტყეში ნეტავი რა საიდუმლოები აქვს ამ ჟიტენიკს მაგ ტყეში მეგობრებო აუცილებლად უნდა მივიდე და აუცილებლად უნდა მივიდე ზუსტად ამ ალმასის ხმლით ასე მეგობრებო так რამე საჭმელისაგან აი ოქროს ვაშს ავიღებ მაგალითად ოქროს ვაში მე მგონი ძალიანაც და დავჭირდება და ტელეფონისაც ავიღებ აუცილებლად так ну და რამე კიდე ну მე მგონი მეტი არც კი არაფერი მეგობრებო პრინციპში მე უკვე მზად ვარ ეს ამჭირდება აი ეს ამჭირდება და ესეც ამჭირდება
ნეტო მეგობრებო ეხლავე მეგობრებო აი ახლავე უნდა წავიდე მაგ ტყეში მაგ მარცხენა ტყეში დაუცევად ხმლით ხელში так ძალიან მეგობრებო მეშინია პრინციპში მეგობრებო აგაგიო კიდე დილა ასე რომ ვთქვათ ხო ანუ დილა ну ნასაკვირველია დილა არა მამწვიმა და მეგობრებო მაგრამ მაინც საშინელებაა თქვათ так თან ძალიან საერთოდ არ ვიცი სად მივდივარ თქვათ მეგობრებო და თუ არ იცოდით და თუ არ იცოდით ხო მასეთი არის ეს ტყე ძალიან ლამაზი ტყეა ჩემი აზრით და ოპა ხო მეგობრებო რაღაც მეგობრებო მე მგონო ეს არ ვიცი რაღაც აი გვირაბი ანუ ხო იცით ანუ შახტები რო არის აი შახტა მეგონა მაგრამ რა რკინისკარი და მეგობრებო მგონი მეგობრებო უკვე მოვედი და ვთხილად ხმალი ხელში აუცილებლად ხო მეგობრებო თან მომშივდა თანაც ცოტა ჭამოთ ვაშლია ხო მოვიმატეთ ტაქს მეგობრებო ვიღაც ჟიტინიკს ხედავ რა ჟიტინიკები შენ მინახარ აბა გამარჯობა საბა მე ვარ ზუსტად ის ჟიტინიკი რომელსაც უნდა მოკლას ეს ჟიტინიკი ხო მეგონი შენ უკვე მიხვდი რომ მე არ მაქვს კეთილი ასე ვთქვათ საქმეები მე ვარ მკვლელი რომელიც კიდე 2 თვის წინ გაიქცა ციხიდან და სულ ყოველ დღე მივდიოდი ახალ და ახალ სოფლებში და ვკლავდი როგორც ვიუბ 3 ჟიტინიკს ერთ-ერთი სოფელი ასეთი აღმოჩნდა თქვენი ერთ-ერთი სოფელი ესაა მე ჯერ მინდოდა შენც მომეკლო შენი თავის მომეკლო მაგრამ მეთქიო შენ ხარ მოთამაშე და არა ჟიტინიკი და მეთქიო შენ მომეხმარები მოკლედ შენი საქმე რა არის შენ უკვე გადაგიხადე ფული ის უბრუნებით და ალბასებით შენ გაქვს ძალიან ადვილი საქმე შენ უნდა მოკლა ეს 4-ვე ჟიტინიკი და თუ ვერა შენ თვითონ დაიხოცები გასაგებია ჟიტინიკო რატო აკეთებ ამ ყველაფერს ხო შეგეძლო რომ უბრალო კეთილი იმით გეცხოვრა კეთილი ცხოვრებით რად გინდა ეს მკვლელობები შენ არ იცი რამდენი წელი მე ვიყავი ციხეში და როგორ გავიქეცი მაქედან აღარ მინდა ლაპარაკი დროზე მოკალი შენ გაქვს მოკლაზე სულ 30 წამი და მე კიდე ვუყურებ აბა მე შენ ხო მოგეცი ხმალი მაგრამ მე ვიცი მე მგონი რომ შენ წამოიღე თან ეს ხმალი მაგიტომ მიდი ახლა გაგიღებ კარებებს და ეს 4-ვე ჟიტინიკი უნდა დახოცა მიდი კაი ჟიტინიკო კაი მიდვარ ნა მეგობრებო მოკალი რა საბა მადლობა დიდი რომ მოკალი მადლობა დიდი ოჩი არ მოკალი გთხოვ გაგო თავისუფლე აბა რა ჟიტინიკებო მეგობრებო მოდით აბა საერთოდ გავატეხოთ ეს კარები დროზე ეს კარებები უნდა გავტეხოთ მეგობრებო რა გავიგე მეგობრებო საერთოდ რა ასეთ ნერვიულობ так ჟიტინიკებო მოგეთ ახლა მე გაგიტეხავთ კარებებს თქვენ გამოდით და გავუღეთ კარები იმ ჟიტინიკებს გასაგებია და მე კიდე ახლა წავალ მერთან მივა და გამოვიძახე პოლიციას კაი საბა მიდი დროზე გთხოვ так მეგობრებო რა გავიგე საერთოდ რა გავიგე და ვერავდივარ მეგობრებო ასეთ რამეს მეგობრებო შოქში ჩავარდი მეგობრებო სიმართლე გითხრათ ამ ტყიდან ახლა უნდა გავიქცე იმედიო იმ ჟიტინიკებმა გაიგეს რაც უთხარი ეს ტყე როგორია მოგეთ მეგობრებო მე ახლა უნდა გავიქცე და უნდა ვუთხრა ეს ყველაფერი მერს ეს ყველაფერი უნდა მოუყვე შესაძლებელია მერმა იცის რა ჟიტინიკის შესახებ ახლა ვეტყვი მე კი ახლა მეგობრებო კამერას გავთიშავ თუ მოგიწევთ ეს ვიდეო და ლაიქეთ ახლა კი მეგობრებო დაგემშვიდობებით ნახვამდის